თვითმმართველობის არჩევნებამდე 3 კვირა რჩება ოპოზიცია ხელისუფლების მშვიდობიან დამხობასა და იმ გაცხადებულ მიზანზე საუბრობს, რაც არჩევნებისთვის ხელის შეშლას და დესტაბილიზაციის მცდელობას უკავშირდება. თემაზე ნინი გოგიშვილი მუშაობს, მას პირდაპირ ეთერში ვრთავთ. იურიდიული ნონსენსის ავტორები სიტყვებით თამაშს განაგრძობენ, ისევ საჯაროდ იმეორებენ, რომ მშვიდობიანი დამხობისკენ მოწოდება კანონით არ ისჯება, არადა არსებობს ქვეყნის უზენაესი კანონი და სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლი. სწორედ ეს მუხლი შევახსენეთ დღეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს გია ბარამიძეს, რომელმაც ჩვენთან საუბარში ერთი მხრივ დაადასტურა ის, რომ დამხობისკენ მოწოდება კანონით ისჯება, თუმცა კვლავ იმეორებს იმას, რომ არსებობს წინაპირობები, რომელიც რეალურად კანონში არ არსებობს და თუ დამხობის წინ მშვიდობიანს იტყვიან, ამ შემთხვევაში სასჯელისაგან თავისუფლებიან, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ჩანაწერი, როგორც უკვე გითხარით, როგორც ჩანს, ლევან ხაბეიშვილის მსგავსად მისი თანამოაზრეები აგრძელებენ დამხობაზე საუბარს. რაც შეეხება სახელისუფლებო პარტიას, მათთვის გასაკვირი არ არის მათი ოპონენტების მიერ გაკეთებული განცხადებები, გადადგმული ნაბიჯები, მათთვის ისიც კარგად ცნობილია, რომ ახლა მათი ოპონენტების ერთადერთი მიზანი ქუჩაზე გადის და ასე ცდილობენ, რომ ხელისუფლება ძალადობრივი გზით ხელში ჩაიგდონ, რისი არაერთი მცდელობათ მათ ჰქონდათ, თუმცა ყველა ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. მათთვის ისიც კარგად ცნობილია, რომ ახლა ეს ადამიანები კონკრეტულად გარედან იმართებიან, გარედან იღებენ ფულს და ასე ასრულებენ დავალებას, რაც წინა საარჩევნო პროცესების რადიკალიზაციას გულისხმობს. მშვიდობიან რევოლუციას მოვაწყობთ. დამხობა თუ ვიხმართ მარტო ერთ სიტყვას, ამაში იგულისხმება ძალადობრივი მოქმედება, მაგრამ თუ ამას დააყოლებთ წინ, რომ არაძალადობრივი მშვიდობიანი დამხობა, ეს უკვე ბუნებრივია, აღარ მოიცავს იმ პუნქტს სისხლის სამართლის კოდექსში განსაზღვროს, რაზედაც თქვენ მიუთითებთ. როგორ უტოპიურ მდგომარეობაშიც არის დღეს ოპოზიცია, მათი განცხადებებიდანაც ჩანს, მშვიდობიანი დამხობა, ეს ორი ტერმინი ერთობლიობაში არაფრის მომცემია და არაფრის მომცემია ყველა ის ცრუ დაპირება, რასაც ისინი მოსახლეობას პირდებიან, შინაარსისაგან დაცლილი და მხოლოდ გადატრიალების და დამხობის მცდელობებით ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფოში სადაც არის დემოკრატია, სადაც კანონის უზენაესობა არის, ვხედავთ, რომ მსგავსი ტიპის ნებისმიერი განაცხადი იქნება კანონის მაღალი სტანდარტით დაცული. ეგრეთ წოდებული რევოლუციური სცენარი, რაც თენგოს გეგმიდან უკვე არის ანიტას გეგმად გადაკეთებული, არის განწირული წარუმატებლობისთვის, არ გადაუცდეთ ფეხი და რაიმე კანონდარღვევა არ ჩაიდინონ, თორემ სამართალდამცავი უწყებების მხრიდან მე დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი რეაგირება იქნება. საქართველოს სუვერენიტეტი არის განმტკიცებული ისე როგორც არასდროს, შესაბამისად არ დაუშვებთ, რომ ვინმემ ზოგადად ქვეყნის განვითარებაში რაიმე დესტრუქცია შემოიტანოს. რაც ყველაზე მეტად სამწუხაროა, მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებიც გულშემატკივრობენ იმ ადამიანებს, ვინც ღიად საუბრობენ ქვეყანაში დამხობაზე, არეულობაზე, დესტაბილიზაციაზე. ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ როგორმე აიწიოს ტემპერატურა, გაიზარდოს დაპირისპირება საზოგადოებაში, გაღრმავდეს ის პოლარიზაცია, რომელიც სამწუხაროდ არის ჩვენს ქვეყანაში, იმისაც რომ აიწიოს ტემპერატურა 4 ოქტომბერში. თუ იმის რამის გაპროტესტება უნდა მონებრივი ესეც მათი კონსტიტუციური უფლებაა, თუმცა სახელმწიფო არ და ვერ დაუშვებს ქვეყანაში არეულობას, დესტაბილიზაციას და თუ ვინმე გავა კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებისგან, ბუნებრივია სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება. როგორც მოვისმენთ, პოლიტიკური მოტივებით გაკეთებული დანაშაულების მიმართ საქართველოს ხელისუფლებას საკმაოდ მკაცრი მიდგომები ექნებათ.